უამინდობა მთელ დასავლეთ საქართველოში ძლიერი თოვის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, შედეგად უშუქოდ არის დარჩენილი იმერეთისა და სამეგრელოს სოფლების უმეტესობა. რთული ვითარება საავტომობილო გზებზეც, გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა საერთოდ შეზღუდულია. მოძრაობა შეზღუდულია რიკოთის მაგისტრალზეც, მიუხედავად იმისა, რომ ახალი გზის მშენებლობის დასრულების შესახებ ოცნების პრემიერმა გუშინ გამოაცხადა, გზით სარგებლობა მოქალაქეებს მაინც უჭირთ. თითოეულობის გამო სერიოზული რისკების წინაშეა გელათი, რომლის რეაბილიტაციაც წლების განმავლობაში ოცნების პოლიტიკის გამო მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს. მარიკა ბოლქვაძე მოგვიყვება, სად არის ყველაზე რთული ვითარება დასავლეთ საქართველოში. თითოეულობას დასავლეთ საქართველოს წელსაც მოუმზადებლად შეხვდა, სანამ უშუალოდ იმის მოყოლაზე გადავალ თუ რა ხდება სოფლებსა და ქალაქებში, გეტყვით, რომ რიკოთის მთავარი მაგისტრალი ამ დრომდე ფაქტობრივად პარალიზებულია. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ირაკლი ყობახიძემ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ ახალი გზის მშენებლობა დასრულებულია და მოქალაქეებს დღეს შუა დღიდან უნდა შეძლებოდათ უკვე ამ გზის სარგებლობა, ფაქტი და რეალობა სხვა არის. ამ დრომდე რიკოთის მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია, მაღალი განმავლობის მანქანების ფაქტობრივად ვერ გადაადგილდებიან ამ მაგისტრალზე და ისინი უკან ბრუნდებიან იმ ქალაქებში, საიდანაც დაიძრნენ. რაც შეეხება რეგიონებს, სოფლებსა და რეგიონებში მდგომარეობა, სოფლებსა და ქალაქებს, როგორც ვიცით, განსაკუთრებით მძიმე ვითარება არის იმერეთსა და სამეგრელოში, ინტენსიურმა თოვამ და უამინდობამ დააზიანა ელექტროგაყვანილობის სადენები, ასევე ამ სოფლებს და ქალაქებს უკვე 2 დღეა არ მიეწოდებათ ბუნებრივი აირი. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ დრომდე ცოტაა იმ სპეცტექნიკის რაოდენობა, რომელიც ახლა გზის გაწმენდით სამუშაოებშია ჩართული, შესაბამისად არასაკმარისია ის არასაკმარისია იმ ტექნიკის რაოდენობა, რომელიც ახლა მუშაობს. მოსახლეობა ამ დრომდე ითხოვს დახმარებას და მათთვის უცნობია თუ როგორ განვითარდება ახლა მოვლენები, როდის აღდგება მათთვის ელექტროენერგია და ბუნებრივი აირის მიწოდება. ის ინტენსიური თოვლის შემდეგ დაახლოებით 30-40 სანტიმეტრამდე მოთოვა და გზების პარალიზება გამოიწვია ამ მდგომარეობამ. სამწუხაროდ ის არის, რომ ტექნიკა, რომელიც უნდა მუშაობდეს ქალაქში, საკმარისი არ არის, რამაც სრულად საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ის სერვისები, რომელიც მოსახლეობას სჭირდებოდა, დროულად ვერ მიეწოდება. ასევე უშუქობაც, რომელიც ამ თითოეულობის გამო გამოწვეულია ელექტროგადამცემი სადენები გაწყდა და უშუქობაც პრობლემა არის უკვე ქუთაისში. იმ ადგილას, სადაც ცენტრალური გზარი წალენჯიხისკენ მიდის მიმართულებით მიდის გზა, სულ რაღაცა რამდენიმე სანტიმეტრი თოვლის გამო გზის ჩახერგვა მოხდა, გაზის მილები დაანგრია, ჩამოწოებულმა ხეებმა დაამტრივეს მილი და ხელისუფლება და შესაბამისი ორგანოები მხოლოდ იმის შემოიფარგნენ, ისიც რამდენიმე საათის მერე ყვითელი ლენტების შემოავლეს იქავრობას, თუნდაც რამდენიმე სანტიმეტრი თოვლის მოსulis შემთხვევაში ნახევარ სამეგრელოს დენი უკრება და ეხლაც მოგეხსენებათ იქით წალენჯიხის მიმართულებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და ჯვარში და ცხოროწყუში და საერთოდ ნახევარ სამეგრელოში ელექტროენერგია არ მიეწოდება ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის დღეებია, 24 საათი ხელმძღვანელი პირები უნდა იყვნენ ქუჩაში და არა მხოლოდ უნდა წმენდნენ გზებს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ვიღაცა სასაცილოდ მოიჩვენოს, მაგრამ მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსის გადანაწილება იმისთვის, რომ ელექტროსადენებიდან ჩამოიფერთხოს თოვლი. რატომ? იმიტომ რომ არ შეწყდეს ელექტროენერგიის მიწოდებასთან ერთად ინტერნეტი, იმიტომ რომ ინტერნეტთან კავშირი ნიშნავს იმას, რომ შეფლობს მუნიციპალიტეტში სიტუაციას. მოსახლეობას აქვს სრული განცდა, რომ ისინი აი ამ სტიქის წინაშე არიან დარჩენილი მარტო ბედის ჩვენ ცხადია ვცადეთ ენერგოპრო ჯორჯიასთან კომუნიკაცია ენერგოპრო ჯორჯიას თანამშრომლები აცხადებენ, რომ დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა ქალაქებსა თუ რეგიონებში ამ დრომდე ენერგოპრო ჯორჯიას თანამშრომლები მუშაობენ, თუმცა იმის გამო, რომ არასაკმარისია რაოდენობა თანამშრომლების, ახლა ისინი სხვა რეგიონებიდან დამატებით თანამშრომლებს ელოდებიან იმისთვის, რომ მოხდეს ელექტროენერგიის აღდგენა, რომელიც ამ დრომდე ფაქტობრივად ვერ ხერხდება. თითოეულობა სამეგრელოს რეგიონში გამოიწვია ავარიები, ძირითადად დაზიანებული არის მაღალი საშუალო და დაბალი ძაბვის სადენები, რაც თავისთავად გამოიწვია ხემცენარეების წაქცევამ. ავარიული გამორთვებიდან პირველივე წუთიდან მობილიზებული არის ენერგოპროს ბრიგადები, დაახმარე ბრიგადები ჩამოსული არის აღმოსავლეთ საქართველოსთან და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
უამინდობის გამო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც ზიანდება, რთულია ვითარება გელათში. ამ დრომდე ცდილობენ ექსპერტები გელათამდე მიღწევას. შეუძლებელია გელათამდე მისვლა იმის გამო, რომ გზა არ არის გასუფთავებული. ექსპერტების ინფორმაციით ჩვენ ვიცით, რომ ახლა წესით უნდა მუშაობდეს გელათში გამათბობლები იმის გამო, რომ დიდი ნესტია გელათში არის დიდი შანსი იმის, რომ გამათბობლები თუ არ მუშაობს, შეიძლება დაზიანდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ჩვენ მოგვიანებით გეტყვით თუ რა ხდება ახლა გელათში და რა ვითარება იქ. მანამდე კი უცნობია, როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება და ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობისთვის, რომ გააგრძელონ სრულფასოვნად ცხოვრება და დაუბრუნდნენ დღის წესრიგს.